ჯეოკეისის დამფუძნებელი გვერდთვება და მას დაუსვამთ ამ საკითხების გათვალისწინებით კითხვებს. ცხადია, პირველი კითხვა გვექნება სწორედ იმ სურათის მიხედვით, რომლის გათვალისწინებითაც ახალი სია არის შემოთავაზებული სანქცირებული პირების, ხოლო პარალელურად ჩვენ ვხედავთ რა პროცესი მიდის, რაზე ლაპარაკობს ევროკავშირი, რაზე ლაპარაკობს ევროკავშირის საელჩო საქართველოში, სადაც კიდევ ერთხელ არის გამეორებული, რომ აგვისტოს ბოლო არის ზუსტად ის ბოლოვა და რის შემდეგაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი. ბატონო ვიქტორ, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. თქვენი შეფასება რა არის ამ სურათის გათვალისწინებით, ეხლა რასაც ჩვენ ვუყვებოდით მაყურებელს და ასევე თქვენი მოლოდინი. აი რას ფიქრობთ, გამოიყენებს ამ პერიოდს ქართული ოცნება თუ ის ახლა გარკვეულწილად ამზადებს ვითარებას იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის ახსნა მოძებნოს საკითხზე, რატომ შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უვიზო მიმოსვლა ევროპაში? პირველ რიგში ბოდიში ტექნიკური წუნისათვის შეიძლება გამოსახულება არ არის გამართული ეს შემდგომ დამოუკიდებელი მიზეზებით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მე ამას წინ ვთქვი თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ ქართულმა ოცნებამ კარგახანია გადალახა ის უკან მოუბრუნებლობის წერტილი, ამიტომ პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ რაიმე შემქმნელ ნაბიჯებს ოცნების მხრიდან არ უნდა ველოდებოდეთ. ევროკავშირის მოთხოვნებთან, რეკომენდაციებთან თუ მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ პრაქტიკულად მოდით აი ვიყოთ რეალისტები. ახლა დღეს მოვისმინე ჩვენ პრემიერ ყობახიძის გამოსვლა. ეს ჭიდილი, ბრძოლა, ორთაბრძოლა გიგნებათ ასე დავარქვათ. პრაქტიკულად მიუახლოვდა გადამწყვეტ ფაზას. როდესაც საქართველოში ან გაიმარჯვებს ჯანსაღი პოლიტიკური სიო და პოლიტიკური ხელწერა, ან ის უგვანობა და დეფორმაცია ქართული სახელმწიფოს რისი მოსმენი ჩვენ ვართ, გააგრძელებს სხვას და გადავა აბსოლუტურად სხვა ალბათ დამაგვირგვინებელ ეტაპზე. ასე რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ჯერ კიდევ შერჩა იმის განცდა, რომ ქართული ოცნება არის გამოვაჭრების რეჟიმში, დღეს ერთ-ერთი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და სწორედ ასეთი მოლოდინის გამოითქვა. მე ჩემი კონშეკითხვა იყო, რა არის გამოვაჭრების ის სივრცე, რაღა დარჩა იმის მეტი, რაც ჩვენ მოვისმინეთ თუნდაც დღევანდელი გამოსვლის შედეგად. ჩემი აზრით პრინციპული გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს პრინციპული გადაწყვეტილება მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ გამოხატული იქნება პოლიტიკურ სამართლებრივ დოკუმენტში, რომ საქართველოს საბოლოოდ ემშვიდობება დასავლეთს, ან საქართველო აიძულებს დასავლეთს, რომ დაემშვიდობოს საქართველოს. და რას გულისხმობთ? რამდენად მოსალოდნელია ეს, ბატონ ვიქტორ, აი სრული სურათის გათვალისწინებით რომ ვილაპარაკოთ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მარტო ერთი კუთხით რთულია ამ ვითარების განხილვა, იმიტომ რომ არის სანქციების მოლოდინი, ნახეთ გუშინრანზე საუბრობდა ჰადადი პირველებთან ინტერვიუში, ის კონკრეტულ საკითხებს და სანქციებს და მიმართულებას ასახელებდა, ხო? როგორ შეიძლება ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში უფლებების დარღვევაზე და დემოკრატიის გზიდან გადახვევაზე, რა ტიპის სანქციები შესაძლოა მიიღონ. აი ამ პროცესზე რისი თქმა შეგიძლიათ თქვენ და რა ტიპის გავლენის მოხდენა შეუძლია ამ საკითხს არსებულ სურათზე, როგორ ფიქრობთ? მე რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ მინდა გავაბათილო და გავანულო სანქციების დატვირთვა და მნიშვნელობა, თუმცა მე არც ისე მინდა გამომივიდეს, რომ გავრცელებული აზრის თანახმად სანქციებს მივანიჭო რაღაც ეს უკიდურესო ეფექტის დატვირთვა და მნიშვნელობა. მეტიც ანა მე მაქვს მხარა ჩამოყალიბებული წარმოდგენა და შთაბეჭდილება, აი როდესაც ჩვენ საუბრობდით ამ ოცნების მხრიდან გადაწყვეტილების შეუქცევადობაზე და პროცესის შეუქცევადობაზე, ეს მათ შორის ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა ის ჯგუფი, პიროვნებათა ის ჯგუფი, რომლებიც განაპირობებს ოცნების კურსს და არა მარტო ოცნების, არამედ ოცნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფების, ეს იქნება ბიზნეს სიფრთხეში თუ სხვა სიფრთხეში, ისინი პრინციპულად განწყობილი არიან, რომ მიიღონ სასანქციო დარტყმა, უფრო მეტიც მათ თვითონ ამ სისტემის მესვეურნი აქციეს ამ სისტემის ერთგვარ მძევლებად. ამიტომ ჩემი აზრით კიდევ ერთხელ გავიმეორებ პრაქტიკულად დაბეჭდებით, რომ რაიმე ვთქვათ ზემოქმედების მოლოდინში, რომ სანქციების მუქარა ან მათი მსუსხავი ეფექტი, როგორც სანქციებს ახასიათებს ხოლმე, ვინაიდან
სანქციები მხოლოდ პრაქტიკულ სიფრეში არ არის საქმიანობის შებოჭვა, ეს არის მორალური ზემოქმედების მოხდენა, არც ერთი და არც მეორე ამ კურსზე მისი რადიკალური შესვლის კუთხით არ იმოქმედებს. ამდენად სანქციები რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ძირითადი საკითხი გადასაწყვეტი არის ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოების მიერ. ამაში ვარ მყარად დარწმუნებული და დღევანდელი განცხადება მე უკვე მესამე ვიმეორებ თქვენი ეთერის მეშვეობით, კიდევ უფრო მეტად ამყარებს შემში ამ განცხადს და ამბობებს. გადასაწყვეტი ადგილზე, აი როგორ შეუძლია პროცესზე კონკრეტული გავლენის მოხდენა? ბატონ ვიქტორ, როგორ ფიქრობთ? ადგილზე გადაწყვეტას როდესაც ახსენებთ, ალბათ გულისხმობთ იმას, რომ ეს პროცესი დამოკიდებული არის ადგილზე შესაბამისი თქვა ჯგუფების აქტიურობაზე, სწორი აქცენტები, თქვა და ასე შემდეგ. აი რას გულისხმობთ კონკრეტულად? ვხედავთ ხო როგორი სურათიც არის, ანუ წამზომი ჩართულია 45 დღეზე ნაკლები არის ჩენილი მთავარ მონაპოვარზე, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, გასაგებია რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თუმცა კონკრეტული სიკეთე თითოეულმა მოქალაქემ ნახა იმ წლიდან ამ საკითხზე, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო ქვეყანამ, ხო? პარალელურად ვიცით არსებული პოლიტიკური სურათი როგორია და ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი, აი მთავარი ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული მოლოდინი არის სწორედ სანქციების თემა. იმიტომ რომ ამას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს, იგივე ივანიშვილის ქონების განთავსების ტრაექტორიისა და მდებარეობიდან გამომდინარე, მათ შორის ბრიტანულ და ფრანგულ სანქციას ვიცით რა როლი შეიძლება ჰქონდეს მის შემთხვევაში. აი თქვენ აბსოლუტურად სწორედ აყალიბებთ კითხვას, მაგრამ ეს არის ლოგიკითა და რაციონალით ჩამოყალიბებული შეკითხვა. აი ეს ხშირად სხვადასხვა სახის საუბრებში, როდესაც ასეთი ლოგიკური და რაციონალური არგუმენტები ჟღერს, მე კონთ შეკითხვა მაქვს, რომ ის ჰიბრიდული სისტემა, რომლის მოწმენი ჩვენ ვართ, სწორედ რომ ირაციონალით მოქმედებს ამ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ ხშირად ვცდილობთ ავსნათ მოვლენები ლოგიკურად, რაციონალური არგუმენტების მოშველებით, მაგრამ თამაშის წესები და დამოკიდებულება მეორე მხრიდან არის აბსოლუტურად განსხვავებული. და მეოთხედ რო გავიმეორე, დღევანდელი გამოსვლა პრემიერ კობახიძის, რომელიც არის აბსოლუტურად აი ზვარ გადასული იმ კუთხით, რომ ის სახელმწიფო მართვის, პასუხისმგებლიანი მართვის არანაირ ელემენტარულ პრინციპებს არ ეფუძნება. მე საწყვეტით ახლა დღევანდელი განცხადება არის დასტური სისტემის მხრიდან, მე ვიმეორებ სისტემის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის მეტად ჰიბრიდული, სინდიკატურ ინტერესთან თანხმდელობას დაფუძნებული სისტემა, რომელსაც დღეს თქვა კიდევ ერთხელ დამაჯერებლად უთხრა ევროპას. მე მზად ვარ მივიღო შენგან მორიგი გამოწვევა. და ეს განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა არ ეხონდებარება შეფასებას, არც ანუ გამოწვევა მივიღო, ანუ წაიღე ვიზა ლიბერალიზაცია, მე მზად ვარ ამისთვის, ამას გულისხმობთ? დიახ, მათ შორის არის ეს თამასა ამ ხრივ უგუმართულად ასეული, რომ აი როდესაც ჩვენ საუბრობთ მძევლად აყვანაზე, ამ სისტემას ფაქტიურად არათუ თავისი წევრები უშუალოდ უძემდებლები თუ ხელშემწყობლები ყავს მძევლად აყვანილი, არამედ ამ შემთხვევაში განაცხადა ღიად და დამაჯერებლად, რომ საქართველოს მოსახლეობა არის მზად აიყვანოს ასეთ მძევლად. და ვიმეორებ, აი ეს განცხადება სწორედ ამის პირდაპირი დასტური არის, იმიტომ რომ არაფერი მას ჯანსაღ პოლიტიკურ საქმიანობასთან, სახელმწიფო მართვასთან არ აქვს. ეს განცხადება ვერ ფასდება ვერც გეოპოლიტიკურად, ეს განცხადება ვერ ფასდება ვერც პოლიტიკური მეცნიერების კუთხით, ვერც ეკონომიკური სისტემების მართვის კუთხით. ეს განცხადება, მისი ტონალობა და მისი შინაარსი არის აბსოლუტურად სხვა მეცნიერების სფეროში. რომ სპეციალისტი ამ შემთხვევაში არც მე და არც თქვენ აბზანდებით. კარგი, ბატონ ვიქტორ, და ბოლოს მინდა დაგისვათ კითხვა ოცნებაში არსებული ვითარების, ასე ვთქვათ, შეფასების მიზნით, ანუ რას გულისხმობ, ხო გუშინ იყვნენ მოპასუხეები ქართული ოცნების ლიდერები და მთავარი საკითხები, რის გარშემოც ისმის კითხვები, ეს არის გარჩევა თუ დაპირისპირება თუ დიდი ფულის კოალიციება, ასე შემდეგ. ეს აი თქვენ რას ფიქრობთ იმაზე? ეხლა რა სურათიც არის და კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, აი მაგალითად დევნა ღარიბაშვილის და ლილუაშვილთან მიმართებით უნდა იყვნენ თუ არა ისინი კითხვების ადრესატები, ამაზე ჩვენ მკაფიო პასუხი ვერ მოვისმინეთ, მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის განმავლობაში ორჯერ იყო თუ არ ვცდები კითხვების ადრესატი კობახიძე. რას ფიქრობთ რეალურად? ეს რისი გამოვლინებაა და პირველ რიგში როგორ ახასიათებს თავად ოცნებაში არსებულ ვითარებას? ესე იგი და ბაჩიაშვილიც ასევე, დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რაც მოხდა. აი ვესტები ძალიან მოკლედ ჩამოგიყალიბოთ ეთერის სიმცირიდან გამომდინარე საერთოდ დროის. ესე იგი პირველი
დღეს მე მოვისმინე რამდენიმე განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ვიღაცამ ქვეყანა უბედურებას ააცდინა. და საუბარი არის ამ მითიურ მეორე ფრონტზე და გლობალური ომის პარტიაზე და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ამ სისტემამ, ამ უგვანო სისტემამ ქვეყანა გაცილებით უფრო მეტ უბედურებაში გაახვია და არა ააცდინა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მოსპობა და მისი თანმიმდევრული განადგურება. თავარი იმპერატივი, რომელიც ქართველ ეს ჭირდება არა მარტო საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, არამედ განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის. ეს ერთი, მეორე. ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ოცნების წიაღში თუ სინდიკატის წიაღში, მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სულ ვიმეორებ, ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია. სხვა გაგრძელებას ვერ პოვებდა, იმიტომ რომ ისეთ პრინციპებზე არის თვითონ დაფუძნებული, რომელსაც არაფერი ვთქვათ, სორმართვასთან, სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, ეროვნულ დღისწესრიგთან არ აქვს. ამიტომ ის, რომ შიდა გარჩევებს დღეს აქვს ადგილი, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ტრანსფორმაცია, უკეთესად ვთქვათ, მუტაცია, გადაგვარება ამ სისტემის. და ის სხვაგვარად, კიდევ ერთხელ ვამბობ, საკუთარ თავს ახალ ასპარეზზე ვერ იპოვიდა. და ბოლო და მესამე, მე პირველად მეძლევა საშუალება, აი თქვენ ბაშიაშვილთან დაკავშირებით დასვით კითხვა და ერთ წუთში მინდა ჩამოვაღალიბო ჩემი დამოკიდებულება. მე მოგეხსენებათ, რომ გიორგისთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდი გვერდ-გვერდ ერთ ცნობილ საქმეზე. მე რა თქმა უნდა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში, სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში. შვეიცარიული ბანკისტია. ხო, სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, რაც ბატონ ივანიშვილი, ბატონ ბაჩიაშვილს ედავება, მაგრამ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე მასთან მაკავშირებს ბანკთან დაკავშირებულ დავაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანი, მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისადმი და პრინციპებისადმი. ამიტომ ოდნავ თუ პათეტიკურ გადახვევას მაპატიებთ და მეც საკუთარ თავს ამის უფლებას ვაძლევ, თანადგომა გიორგის და მაქსიმალური სოლიდარობა მას, ადამიანური, პროფესიული და მოქალაქეობა. და შეგიძლიათ ახსნათ მაშინ ბატონ ვიქტორ, თქვენ საინტერესო რესპონდენტი ხართ, ვიცი ამ თემაზე, გულისხმობთ შვეიცარიულ ბანკთან ივანიშვილის მრავალწლიან დავას. რას უკავშირებთ? შეგიძლიათ თუ არა ამაზე თამამი შეფასება გააკეთოთ, აი როგორც განვითარდა მოვლენები, აი სულ რომ არ განვიხილოთ საკითხი, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ხომ? აი არ ვიცი ეს რა მოხდა ამ ბიტკოინების საკითხზე, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაც მოხდა მის სამარტოო საკანში. კამერების გათვალისწინებით, რომელიც ჩანაწერიც ვერავინ ნახა. აი ეს საკითხი რისი გამოვლინებაა თქვენთვის? ცემას გულისხმობ მასზე სასტიკ ანგარიშწორებას. მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მზაობას, რომ ნებისმიერი შეფასება, რომელიც ჩემგან მომდინარეობს გიორგისთან მიმართებაში, უკავშირდება მხოლოდ იმ პერიოდს, რომელიც მასთან უშუალო თანამშრომლობას უკავშირდება. მე ბუნებრივია კომენტარს ვერ გავაკეთებ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით და მიმართებაში, მაგრამ ცემის ფაქტი, ეხლა თქვენ რაც აღნიშნეთ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფაქტი, რომლებიც ძალიან მომრავლდა და უხვი გახდა ჩვენს რეალობაში, მეტყველებს ერთ რამეზე. დღეს ქართული სახელმწიფო პრაქტიკულად ჩვენ არ გვაქვს. ქართულმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა სახელმწიფოებრიობის, ეროვნულ სახელმწიფოებრიობის კლასიკური გაგების თვალსაზრისით. დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ, დაგემშვიდობებით. GeoCase-ის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში, მათ შორის იმ ხმაურიან საქმეზე,